მოგესალმებით. მოკლედ. ეს არის ნიუსი და მე მიცდამყური კომპუსიონიცი ვარ. მოკლედ. როგორც მოიხსენებათ, ან თუ არ მოიხსენებათ, მე მოგახსენებთ, რომ მეორედ სოფელ კარკულაში ისევ ახალი უცნაური არსება აღმოაჩინა ბატონ ზარმაცა მაკარაიამ და დღეს ეთერშიც ეგვირთვება ინტერვიუ ეთერში. გამარჯობათ. მოკლედ, როგორც იცით, მე აღმოვაჩინე რაღაც არსება, პარანორმალური არსება, რომელიც არის ძალიან საშინელი. და მოკლედ ახლა მოგიყვებით ამ ისტორიას. დიახ, პირველ რიგში ოღონდ გვაინტერესებს თუ რა რეაქცია გქონდათ, როცა ეს არსება დაინახეთ საერთოდ. კაი, მოკლედ. როცა ეს არსება დავინახე, ძალიან შემეშინდა. იმიტომ რომ აბა სახში რო ხარ, შენ სახში და ვიღაცა შემოგიწრება, არ უნდა გეშინოდეს. ამის თანაკაცი ვარ მე. ჯერ 8 წლის ვარ, მაგრამ ხელა ვარ მაინც. 8 წელი, აბა პატარა გონია თქვენ? 8 წლის ვარ და საიტები გავაკეთე. კარგით. და რა საიტი შექმნით? რაღაც საიტი თქვენი საქმე არა. მოკლედ. პირველ რიგში, როცა ეს არსება დავინახე, ძალიან შემეშინდა. შემდეგ კიდე გამომეცხადა ეს არსება. ოღონდ მეორე დღეს, ზუსტად გუშინ. ხო და რაცა დავინახე, უკვე ნერვები მეშლებოდა. ხო და არც ინძრეოდა, მიყურებდა. უყურებს, ბოლოს როგორც იქნა, ხმა მოიღო და მეუნება. ახლოს მოიწიეო, რაღაც უნდა გაჩვენო. თან ხელში ეჭირა რაღაც ქვასავით იყო, რაღაც მრგვალი იყო. ხო და რომ მივედი, დავინახე, ეს ქვა მესროლა, თვალში ჩამარტყა, ძალიან მეტკინა. და შემდეგ რა დავინახე უნდა ნახოთ, რა მოკლედ. შემდეგ ეს არსება უსარმაზარი გახდა, ძალიან დიდი. თან ლურჯი იყო, ძალიან დიდი. და ფანჯრიდან გადავწვერი თავის გასამართლებლად, გადარჩენისთვის. და რომ გადავწვერი, იცი რა მოხდა? დიახ, რა მოხდა და იმ არსება ძალიან დიდი ჩამანაყა და მომკლა რა. ურად ერთ სიტყვით მომკლა. დიახ, შემდეგ რა მოხდა და შემდეგ რომ დავიწინე ის არსება, რომ გამეხვიდე ის არსება კიდე ჩემ წინ იდგა. ის ლურჯი არსება. თვალები კი არ ქონდა, მარტო პირი ქონდა. და მე მითხრა, მოდი აქ ბიჭო, მოდიო, კიდე მითხრა და რაღაცა 4-იანი თუ 3-6-იანი ქონდა თოფი ქონდა ეგეთი 6-яნის ფორმა ქონდა, 3-6-იანი იყო და დამიშინა და დამარტყა და ხელი მაგ გაჭრილი. აკი გაჩვენებთ. აი ჩაჭრილი მაგ ხელი. ხო და მე მამაჭემმა მანქანა მიყიდა რა. აგი გვერდზე რო დგას. დიახ, დიდი მადლობა კურწბელობისთვის. ძალიან კარგი იყო. დღეს გვერდებოდა ბატონი თუ პატარა ბიჭი ზარმაცა და ეს იყო ინტერვიუ ნიუსი. გემშვიდობებით. ხრა თვერ გაუგებ სოფელთა თაობას. როგორც იქნა, არ მორჩება ეს ნიუსი და რაღაც საშინელებები, ატვინი შეჭამეს უკვე. დავიხალე. უკვე მაგათ გამო სხვა სახში გადავედი. კანისფერ კორპუსი თუ რაც ქვია, რაღაც სახში. მამა ჩიფს დაუძახებ. მამა. ბატონო შვილო. მამა რა ხმა გაქვს? არა, ცოტა ჩამეხლიჩა. რა? არა, პირი ცოტა ჩამეხლიჩა და მოკლედ. მამა, ეს რა მანქანა გიყიდია? ინტერვიუში ვიყავი ბიჭ გამოსული. უამრავი ხალხი მხედავდა. სირცხვილი. რა მანქანა გიყიდია რა არის? ვაფშე რა უნდა ვქნა? არა. რამდენი ვიწოლე არა და ზარმაცა რა არის, რა შეუგნებელი ადამიანი ხარ. მე კი არა შეუგნებელი, შენ ხარ. გეოვნები უნდა იყიდო მანქანა
მწვანეთან მწვანე და ლურჯი მეკიდე. მწვანე. უნდა გქონდეს წითელი ფარები. და ესეთი ოთხკუთხედი მანქანა კი არა, მრგვალი მანქანა, რომელიც იქნებოდა მერსედესი, ჩემი საყვარელი მანქანა. Mercedes Benz ავანგარდი არა ვღონდ, ელეგანსი უნდა გეყიდა. და ავანგარდი რატო არა? იმიტომ რომ რატო ეს ახალი გეგმა ხო? იმიტომ რომ ვიცი მე რატო. იმიტომ რომ ბის ყავს ავანგარდი. ხა ბის ყავს ავანგარდი და არ მინდა მაგისნაირი რამე მქონდეს. კარგი, ახლა შენ მითხარი. რა გითხრა? პირველ რიგში ეს არსება როცა დაინახე. მე რატო არ დამიძახე? შენ მაინც ვერაფერს ვერ იზამთი. კაი, მაშინ ეხლა შეებრძოლე, მიდი, ჰა. ონი, ძალიან დიდხანს გელოდი ზარმაცო. აკე მგონი აქ არის. აი, მარტოლია აქ არის. მოდი აბა. ბიჭა, მოდი აბა მართლა თუ მაგარი ხარ. ხო, მოდი აბა. მე მოვედი. რომე პრობლემაა? შენი წბოში არ ხარ? კი, მე ვარ. მიდი აბა ეხლა ამას შეებრძოლე, თუ ესეთი მაგარი ხარ. ხო, აბა მე შემებრძოლე. ზომში დაგამტრეებს. ახლა დაგინძროთ ბიჭო. ასინიდუს, პასინიდუს, კატარასინიდუს, ჯაბადუს, კაპადუს, კარამაპადუს. შელოცვა უნდა დავასრულო და ვაიმე. მოგივიდა ხო სერი? მოგივიდა ხო? ხდაიკრე. ეხლა ეს შელოცვა უნდა ჩავკეტო, რომ ვეღარასოდეს ვეღარ გამოსდეს. მე შენი მჯერა ზარმაცა. მიდი აბა გააკეთე. რა შელოცვა ვაფშე რო არის. მაიცა დასრულება და სიო. დასრულდა ყველაფერი. ეხლა შეგიძლია ახალი მანქანა გიყიდო. კარგი. და რა მანქანა ყოველ შემთხვევაში რო ვიცოდე. მანქანას ქვია Mercedes CLS ბანანი. ბანანი. მართალი ბანანი? ხო, რაიო. რა? მეთქი უბრალო ისა. მართალი ბანანი? ხო, მართალი რა იყო, გახსნი შეჭამდა ფსიო რა. რა მეთქი მანქანა როა ბანანი. არა. ჯოულებრივი მანქანა რა ბანანი. აუ. ეხა მომეჩვენა თუ დათამ ჩამქოლა სიტყვებით. ხო, ჩაქოლე. მოგოთორიციონ რომ მიაგვარ. დაკარგულები. ახალი სერია მალე დაიდება. ამიტომაც ყოველთვის სადიყავით. ახალი სერია მზადდება. სულ ცოტა ხანი უნდა. ნახვამდის. ხარხი გამოიცერეთ. თურის სახში. თოფით დაგადგებით. გეხურთ. ხო რა, მართლა რა. ამდენი ხანი უნდა გელოდოთ? მართალია ეს კაცი? არ ხედავთ უეთ.